თქვენი ლიდერის განცხადებები პოპულიზმად მონათლა საელჩომ, რა სიტყვით? ჯერ ერთი უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან მოწყვეტილი ფრაზა და კონტექსტიდან მოწყვეტილი აზრი, სულ სხვა თემაზე ლაპარაკობდა დავით თარხანმოურავი და არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება ის, რატომღაც განცხადებას აკეთებს თანაც არა აზერბაიჯანული მხარე, არამედ თურმე საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში, რაც თავისთავად არის ბევრი კითხვის მომცველი, იმიტომ რომ მე ამ საელჩოს განცხადებები რაღაცა არ მახსოვს სხვა უფრო მნიშვნელოვან და სერიოზულ თემებთან დაკავშირებით და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მარნეული და საერთოდ ეს თემა დავით თარხანმოურავს საერთოდ არ უხსენებია არანაირი მარნეულის კონფლიქტზე ამ თემაზე და ამ წიაღსულებზე საუბარი არ ყოფილა. ეხლა ჩემს პირდაპირ დავით თარხანმოურავია კამერის მიღმა და ბატონი დავითი სწორედ იმას მეუბნება რომ მსგავსი განცხადება მას არ გაუკეთებია, ასეთი რამ არ უთქვამს და ეს პირდაპირი კითხვები არის აქეთ დასასმელი საქართველოს საელჩოსთვის აზერბაიჯანში. დაუპატიჟებელი სტუმარი შემოვიდა ეხა ჩვენს ეთერში. მე უნდა მივესალმები ბატონ დავითს, ეხა მოულოდნელი სიურპრიზი იყო მისი შემოსვლა. მე მინდა დავაკონკრეტო, მე არ vicი თვითონ რა განცხადებაზე არის საუბარი. ეს ინფორმაცია ზუსტად 41 წუთის წინ დადო საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუსმა, ამიტომ ვაკონკრეტებ. მე არ მომისმენია თავად რა განცხადებაზეა საუბარი, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ თქვენ იყავით ჩემი სტუმარი, ცხადია მე ეს ინფორმაცია წავიკითხე პირველ რიგში. მაგარი ეთერი გამოგვივიდა ესეთი დაუპატიჟებელი სტუმარი, ეს მხოლოდ თარხანმოურავისგან შეიძლება ასეთი მოულოდნელობა რომ მიგვეღო ეთერში. გისმენთ ბატონო დავით, თუ გესმით ჩვენი, არ ვიცი. სამწუხაროდ ბატონ დავითს მიკროფონი არ აქვს და მე ირმა, რადგან ესეთი ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა, თქვენი მიკროფონი მოიხსნა და ახლოს მიუტანოთ ბატონ დავითს და ის ალბათ იტყვის თავის სათქმელს და შემდეგ ისევ თქვენ რომ გაიკეთოთ თუ შეიძლება. ბატონო დათო, რა აქვს მასად? დიახ. საერთოდ არასოდეს არავითარი მსგავსი განცხადებები არ გამიკეთებია. და საერთოდ აზერბაიჯანზე არ გამიკეთებია მე მგონი განცხადებები, ну არ ვიცი. ანუ ეს განცხადებები არ დღეს, არც გუშინ, არც ერთი თვის წინ, არც 5 დღის წინ. ხო ისმის ჩემი ხო? დიახ, ისმის. არც ერთი წლის წინ მე არ გამიკეთებია. ეს არის აბსოლუტური ხუილი, სიცრუე და სრული ბოდვა. თქვენი ხმა მე არ მესმის. ირმა, თქვენ გესმით ალბათ ჩემი ხმა, ეხა ჟურნალისტის ამბულას მოგარდე ირმა და უნდა გადასცე. საიდან ჩდება ესეთი ტყუილები? სად გავაკეთე ეს განცხადება? იქნება ესეც გავიგოთ. აი სად გავაკეთე, როდის? საერთოდ აზერბაიჯანის თემაზე არ მილაპარაკია, ну არ ვიცი, წლები. არ ვიცი, სააგენტო ინტერპრეს ნიუსმა 43 წუთის წინ დადო ეს განმარტება და მე ცხადია დავსვი ეს კითხვა. დიახ. პროვოკაცია ეს განცხადება, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ამის თაობას. აი საქმეც იმაშია რომ კეთდება ესეთი ტიპის განცხადებები, მე ჩვენ გვიწევს იმაზე კომენტარი, რა ჩვენ არ გვითქვამს და ეხლა მე ესე დავაყენებ საკითხს. ჩვენ პასუხს მოვთხოვთ საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში, რომელმაც მსგავსი ტიპის განცხადება გაავრცელა და აბსოლუტურად მოვთხოვთ განმარტებას, რას ქონდა ადგილი, რატომ გააკეთეს ეს განცხადება და საერთოდ რატომ ეწევიან ასეთ პროვოკაციულ საქმიანობას, იმიტომ რომ ქვეყანაში უნდა დასრულდეს რა ეს ტყუილი და იმ მსგავსი ტიპის პროვოკაციების აგორება. მე არ მახსოვს თქო, კიდევ ერთხელ ვამბობ, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს განცხადებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მაშინ, როდესაც დავით გარეჯში ხდებოდა ძალიან დიდი ვნებათა ღელვა იყო ქართულ მიწებთან დაკავშირებით საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვარზე. იქ ჩვენ ვიყავით და მე რატომღაც არ მახსოვს საქართველოს საელჩოს განცხადებები აზერბაიჯანში. აი ამაშია საქმე. კი ბატონო. არა, ეხლა ჩვენ მოვვითხოვთ რომ საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში კონკრეტულად თქვა, სად თქვით, რა ვთქვით, გვანახოს ვიდეო მასალა. ან რადიო მასალა მოგვასმენინოს.
გვანდახოს ფაქტი, დოკუმენტი დადოს. გავიგე, მე კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ ირმა, მე თავად არ მომისმენია და არ ვიცი რა განცხადებაზე არის საუბარი, თუმცა მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ